სოციალურ ქსელში გავრცელდა არაერთი პოსტი იმის შესახებ, რომ ბაკურიანი ციდას ბოთლიდან სითხრის წყლის დალევის შემდეგ მოიწამლა არასრულწლოვანი და როგორც ამ პოსტში არის ნათქვამი, ამ ბავშვს აღენიშნება ქიმიური დამწვრობა ყელის, საყლაპავის და კუჭის არეში და როგორც სოციალურ ქსელში იწერებოდა, ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, თუმცა ეს ინფორმაცია მალევე უარყო კომპანია IDS ბორჯომმა, რომელმაც გავრცელა სოციალურ ქსელში განცხადება. ისინი ამბობენ, რომ კომპანიის მხრიდან მალევე მოხდა რეაგირება და მყისიერად გადაამოწმეს პროდუქტები იმ მაღაზიაში, საიდანაც შეიძინეს ბაკურიანი ციდას წყალი და როგორც ისინი აცხადებენ, დარღვევა არ გამოვლენილა. ამავდროულად პარალელურად შეამოწმეს ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ადასტურებენ, რომ ამ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა. ასევე კომპანია აცხადებს იმასაც, რომ გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას. წერია მათ განცხადებაში, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს განცხადებას, სადაც ისინი ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც მათთან შევიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბავშვი, არასრულწლოვანი ბავშვი მოიწამლა ბაკურიანი ციდას წყლის დალევის შემდეგ, მათ მოახდინეს ასევე მყისიერი მოკვლევა და ისინი აცხადებენ, რომ სააგენტოს ინსპექტორებმა დაიწყეს წყლის დამფასოებელ საწარმოში არაგეგმიური ინსპექტირება და რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს. ასევე მათ განცხადებაში საუბარი არის იმაზე, რომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებული არის წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მალევე გასაჯაროვდება, როგორც კი იქნება პასუხი. ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით იმყოფება 120 ბავშვი, თუმცა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფომ გააკეთა განცხადება. ისინი საუბრობენ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამავდროულად ისინი აცხადებენ იმასაც, რომ სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში და ამავდროულად შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზი და მათივე თქმით ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა არის სტაბილური.